აქციის მესამე დღე ყინჩაურში ადგილობრივები კვლავ საპროტესტო გამოსვლებით ცდილობენ ხელისუფლების ყურადღების მიქცევას და ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. რაც გეგმავენ აქციის მონაწილეები, ჩვენი სიუჟეტი მაღალმთიანი აჭარიდან. სოფელ ყინჩაურის მოსახლეობა საკუთარი უფლებების დაცვას კვლავ აქციებით ცდილობს. ადგილობრივები მესამე დღეა ღამეს ღია ცის ქვეშ ათევენ და კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. მათი მტკიცებით გვირაბის მშენებლობამ საფრთხე შეუქმნა მათ საცხოვრებელ სახლებს. ვერც შეგვაშინებს, ვერც ადგილობრივი, ვერც რაიონის ხელმძღვანელობა, ვერც აჭარის ხელისუფლება, ჩვენ მამაპაპისეულ ადგილებს ისე მყარად ვიდექით და ვცავდით, აქამდე რომ არაფერს ხელს არ უშლიდით, არც მშენებლობას, არც არაფერს, მაგრამ დღეს რომ ჩვენ ყურადღება არ მოგვაქციეს, ამიტომ განვაახლეთ ჩვენ აქცია და ვაგრძელებთ მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. აქციის მონაწილეების მტკიცებით, მას შემდეგ რაც აჭარისწყალი ჯორჯიამ სამუშაოები დაიწყო, სოფელი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. დაშრა წყაროები, განადგურდა სოფლის მეურნეობის კულტურები, ხელისუფლება კი მხოლოდ ფერდსამაგრის სამუშაოების შესრულებას დაჰპირდა. ყინჩაურის მცხოვრებლები კომპენსაციას ან განსახლებას მოითხოვენ. ვინმე ყურადღებას არ მაქვს, ხუთჯერ გევედი გამგებელთან არ მომაქცია ყურადღება, რა ვქნა მეო, ასეც მითხრა. რა გავაკეთო? ეს არის კანონი, ეს არის თავრობა. მე არ ამჭირავ თავრობა რაც გასამაკეთებს. ამ ხალხის დაკმაყოფილებას ვითხურთ. კომპენსაცია მაინც მოგწეს რომ სამშვიდობო ადგილზე წავიდეთ და ვიცხოვროთ. თუ კი მოსავლის დარგვა არ შეიძლება, დათესვა არ შეიძლება, როგორ უნდა ვიცხოვ? მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, წლის ყველაზე გრანდიოზულ დღესასწაულს გარეთ შეხვდებიან, ოღონდ აქციის რეჟიმში. შიშის ქვეშ ყოფნა, სადაც თოვლის ზვავი მოსალოდნელია და თანდათან მოდის, სადაც მიწას გვდება, მაგას გვირჩევია, აგერ სამშვიდობოს აქციაზე ვიდგეთ, ქემაინც აქამდე ეგება არ მოაღწიოს. შეიძლება აქამდე იყოს საშიშო, მაგრამ ეს აქციაც მრავალჯერ გავმართეთ, მაგრამ დაბალი დონის დანაპირებით, დაბალი თანამდებობის ხელმძღვანელობის პირობებით ვერ მივაღწიეთ მიზანს. ყინჩაურის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის გამგებელი შეხვდა. ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, პრობლემის გადაწყვეტა მისი კომპეტენციის ფარგლებს ცილდება, თუმცა აქციის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ კომპანიასთან შუამდგომლობას კიდევ ერთხელ შეეცდება. გაკეთა გეოფიზიკური კვლევა, ეთანხმება მოსახლეობა თუ არ ეთანხმება, ეს სხვა საკითხია და ამ გეოფიზიკური კვლევიდან გამომდინარე, რაც არის რეკომენდაციები, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ეს რეკომენდაციები შესრულდეს ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში. მე ვერ ვწყვეტ ამ თემას და ამ კითხვებზე ყველაფერზე პასუხის გამცემი სუბიექტი და პირი მე არ ვარ, ამ შემთხვევაში რაც ჩემი კომპეტენციის ფარგლებში არის, იმაზე შემიძლია მოსახლეობას გავცე პასუხი. კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.